Აი ახლა ვუყურებთ ამ კადრს და გინდა თუ არა ფიქრობ იმაზე, რომ 80-იანი წლების მიწურულს საბჭოთა მილიცია იყო გაცილებით უფრო ქართული, ეროვნული, ვიდრე დღევანდელი პოლიცია რომ გინდა თქვა, მაგრამ ვერ ამბობ, ვეღარ ამბობ, ეს ტრაგედიაა სხვათა შორის. ვეღარ ამბობ, რომ ეს პოლიცია, აი ეს უკვე არის რუსული მილიცია. ასე რუსული მილიცია იქცევა მხოლოდ სხვა არ ვიცი, არ მეგულება. შინაარსს რაც შეეხება, შინაარსით რუსულია. შინაარსით კრემლისტურია და აღარაფერი სხვა აქ არ არის. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ რუსული სახელმძღვანელოა, რომ სრულად იმართება. ახლა მივედით იმ წერტილში, საიდანაც მე მეჩვენება, რომ დაბრუნება შეუძლებელია. ეს წერტილი არის უბრალოდ გადასალახი. ვეღარ დაუბრუნდებით. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ მოცემულობაში, რომელიც შექმნა თავიდან ივანიშვილმა, მაგრამ ახლა იქნება ივანიშვილ კობახიძის მიერ, ეს მაინც ამ წუთას ერთობლივი საწარმოა ჩემი აზრით. იმ წერტილშია, როდესაც თქვენ კარგად თქვით ახლა, რომ ანტი, აი ამ სიტყვას სწორად იყენებდით, ანტი-ეროვნულია, ანტი-სახელმწიფოებრივია. რაღაც წლების წინ ისმენდით, რომ მოვდიოდი 2019-ში რომ დაიწყო საპროტესტო აქცია რუსთაველზე, მაგრამ მანამდეც გარკვეული სახით ის იყო არაეროვნული, არასახელმწიფოებრივი. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არა არაეროვნული, არამედ ანტიეროვნული. და აქ ის შინაარსია, რომ შეიკრიბა ჯგუფი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მარხავენ საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს, მის ეროვნულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს არის შინაარსი. თქვენი წინა სტუმრები საუბრობდნენ იმაზე, რომ და როგორც მივხვდი, გეთანხმებოდნენ იმ ნაწილში, რომ რაღაც სიახლე სჭირდება მთლიანად საპროტესტო სივრცეს. მეც ვეთანხმები ამ აზრს. ამ სიახლემ თუ ის სწორად იქნება მოფიქრებული და განხორციელებული, ვფიქრობ, ივანიშვილ კობახიძის შინაარსი შეიძლება ბოლომდე გააშიშვლოს, ბოლომდე ამოატრიალოს და დაასრულოს კიდეც. გაქვთ მოსაზრებები რა შეიძლება იყოს ეს დამატებით პროტესტის გასაძლიერებლად? საქმე ისაა, რომ აი ამ ფონზე, რასაც ამდენი გმირი ადამიანი ერთად შეკრებილი და ინდივიდუალურად აკეთებს, შეიძლება ენაც არ მოგიბრუნდეს და თქვა კიდევ ვინ რა უნდა გააკეთოს. მაგრამ ახლა ვფიქრობ, ყველა სწორად გაიგებს ნათქვამს, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობა, სხვა გზა, სხვა რესურსი აღარ რჩება საქართველოს, რომ გაუკლავდეს არსით და ფორმით რუსულ რეჟიმს. თუ არა ის, რომ ვინც დღეს მართავს პროტესტს, ეს არის უანგარო, თავდადებული, ბოლომდე მართალი ადამიანების ერთობა. აი სწორედ ამ ერთობაში უნდა დაიბადოს, ჩემი აზრით, ახალი საზოგადოებრივი პოლიტიკური დღის წესრიგი. მათი მონაწილეობით, მათი მეთვალყურეობით, მათი დაკვირვებით, მაგრამ იქედან. მე სხვა გზას ახლა ვეღარ ვხედავ გულწრფელად გეტყვით. აქ შედის ჩემთვის ის გასაოცარი რამდენიმე ათეული ადამიანიც, ვინც რეჟიმის ტყვეა. იმათი სიტყვა, იმათი ხმა მართლაც წარმოუდგენელი წონისა, წარმოუდგენელი მორალური წონა აქვს იმას. აი ყველაფერი აქვს ივანიშვილს, მოდით გულწრფელად თქვათ, რა აქვს მას? მთელი სახელმწიფო მის დაქვემდებარებაშია. ფული შეუზღუდავად. ცბიერი და ვირეშმაკულია, ამაში ვერავინ ვერ შევედრებით. ღმერთმა დაგვიფაროს, არც გვინდა რომ შევედაროთ. მაგრამ ერთი რამ მას არ აქვს და ამას ვერ მოიპოვებს. შეუძლებელია რომ ეს მოიპოვოს. მასთან არ არის უანგარობა, მასთან არ არის სიმართლე, მასთან არ არის წესიერება, არც თავდადება, არც გულწრფელობა შესაბამისად. მასთან არ არის, მე მესმის ახლა რასაც ვიტყვი, მასთან არ არის ეროვნულობა, იმიტომ რომ ანტიეროვნულია და ამ ხარეს ეს
რამდენს ხედავენ რუსთაველზე და სინამდვილეში რუსთაველზე ყველა ვარ წარმოდგენილი. ის რამდენიმე ასეული და ზოგჯერ ათეული ადამიანი 100,000-ობით პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქის ხმა. აი ჩვენ თუ გვინდა რომ ის რამდენიმე ათეული, რამდენიმე ასეული გარდაიქმნას, მუხტად, სადაც იქნება რამდენიმე 100,000, რომელიც ივანიშვილ კობახიძეს აიძულებს სასწრაფოდ წავიდეს დათმობებზე და შეცვალოს საკუთარი რუსული დღის წესრიგი არანებით, არამედ იძულებით. მაშინ სწორედ საჭიროა ეს ახალი დღის წესრიგი. ერთი კითხვა მაქვს, თქვენ პოლიტიკას ხშირად აანალიზებთ ხოლმე და ბევრი რამ იდგავს ივანიშვილი კრემლის პოლიტიკას თანმიმდევრულია ფაქტობრივად გადმოაქვს ყველაფერი. ერთი სხვაობით თქვენ ახსენეთ რომ მას არ აქვს ეს, მაგრამ არც მორალური უპირატესობა, მაგრამ მას არც იდეა არ აქვს. პუტინისგან განსხვავებით, რომელიც დიდი იმპერიის აღდგენას პირდება საკუთარ მოსახლეობას, ხო? მიუხედავად კონფერენცია გავიხსენოთ და ასე შემდგომ. რაც ლევამოსილი ერის გავლენის სფეროს რაღაცას პირდება საკუთარ საზოგადოებას, ხო? და რუსული საზოგადოება მორჩილებაში რაღაცა ამ პროპაგანდის ქვეშაა. და ივანიშვილის ერთადერთი ბოლო დაპირება იყო კვლავ წინა ხელისუფლების აკრძალვა და პარტიების აკრძალვა. მას იდეაც არ აქვს, რის გარშემოც უნდა დაკონსოლიდირდეს ვინმე. ერთადერთი რის გარშემოც ეს ხალხი არის შეკრებილი, ეს ბევრი მილიონი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესეც სვალებადია ამ მილიონებთან ვინ იქნება ახლოს. ეს არის თუ არა დამატებითი ფაქტორი ივანიშვილისთვის, რომ აი ეს შიდა კონსოლიდაციის ღერძის რაღაცნაირი შერყევის პირობებში უფრო მალე დასრულდეს. თუ ამის დამოუკიდებლად აქეთა ფლანგი საკუთარ სტრატეგიაზე უნდა აეწყოს მაინც. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ როგორც ჩანს ამ რეჟიმმა გამოიმუშავა გარკვეული იმუნიტეტი და მას აქვს თვითაღდგენის რესურსიც. ეს ჩანს. ვინმეს ნეტა ჰქონდა ილუზია, რომ ღარიბაშვილს გამოეტირებოდნენ ან რომელიმე სხვას, რა თქმა უნდა, არა. არა, იმიტომ რომ დაიჭერდა ამის მოლოდინიც არ იყო ასეთი მაღალი ბადნორმას, რომ დაიჭერდა ბოლო სერიაში, ჯერ არ დაუჭერია, მაგრამ ხო. არ დაუჭერია ერთი და ისიც არ ვიცით კიდევ ვის უპირებს. გვაქვს არაუდი, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი ორი, შემდეგი სამი, მაგრამ ეს სწორედ ასაბუთებს იმას, რომ მას იდეა ჩვენ რომ იდეა წარმოგვიდგენია არ აქვს. იდეა კი არის სინამდვილეში. დიდებული საქმეა ვაჭრობა. ვაჭრობა არის ღერძი განვითარების, წარმატების, მაგრამ აი ქორვაჭრობა სხვა რამ არის. შეიძლება აუხსნან რას ნიშნავს. ქორვაჭარი რომ ხარ, სახიფათო ადამიანი ხარ. არ დაინდობ არავის, არც შენიანს, არც სხვას. აი ეს არის იდეა. მისთვის დიდებული, მისთვის აღმატებული და ამ იდეას შესწირა საქართველო. და ამ იდეას ვერ ელევა, ამას ვერ ეშვება. მაგრამ მეჩვენება რომ მოუწევს. მოუწევს, იმიტომ რომ ისე გაიხლართა და ჯერ კიდევ სადავართ, რომ ის დააჩქარებს თავის რაში გაიხლართა, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ. აი ივანიშვილს აქვს პრობლემა, რადგან გაიხლართა, ამბობთ, მას აქვს პრობლემა, სერიოზული პრობლემა. რა არის ეს გახლართვა? აი სად გაიხლართა? თუ შეგიძლიათ რომ ეს აგვიხსნათ. რამდენიმეა ამბავი. პირველი და უმთავრესი. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ ხელისუფალს საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც ქონოდა ასეთი კატასტროფული, წარმოუდგენელი დეფიციტი ნდობისა. არ გვახსენდება. არავინ არ ყოფილა ამ შავ დღეში. რატომ? იმიტომ რომ არც არავინ ყოფილა, არც არასდროს ყოფილა, რომ ასე დაყრუებულიყო და ასე დაბრმავებულიყო. ესეთი რამ არ გვახსოვს და არც არავინ ყოფილა, რაც არ უნდა გაღორებულიყო, რაც არ უნდა კორუფციისკენ გაეხედა ან ჩაეხედა ან ჩაძირულიყო, თუნდაც რომ ასე ემონა მტრისთვის. აი მტერს ასე დაემონო და მტრის ასეთი არაშენიღებული, არამედ პირდაპირ ღია ინტერესის გამტარებელი იყო, გახსენდებათ ვინმე, მე არ მახსენდება. ასეთი არც არავინ ყოფილა, არასდროს არ ახსოვს საქართველოს ახალ ისტორიას ეს ამბავი. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ცდელობა ჰქონდა
დარწმუნდა, რომ არც არაფერი გამოუვა საგარეო ასპარეზზე, მისი აღიარება არის ეს თემა არის დახურული, დასრულებული. ის იმედიც, რომ შეიძლება ვაშინგტონიდან ნეიტრალური შეტყობინებები მაინც მიეღო, ასევე არის დასრულებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი უახლოესი ორშაბათი აჩვენებს იმას, კვირის დასაწყისი გულისხმობ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მოთმინების ფიალა აივსო და გადაივსო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ვაშინგტონის და ასევე ბრიუსელის, ანუ ამერიკის და ევროპის ერთობლივი პოზიცია და არავინ იფიქროს, რომ საქართველოს ამად კი ჩააჩოჩეს და დააკარგვინეს ყველანაირი ფუნქცია, მაგრამ ასე იმზირება ჩვენი ქვეყანა იქედან. არ იმზირება, იმიტომ რომ არიან სხვები ჩვენს ირგვლივ და ჩვენთან ერთად. Სპეციალისტ მაგხრივ არ მასაინტერესო ფაშინიანის ინტერვიუს ნაწყვეტი ორი დღის წინანდელი, როდესაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სომხეთისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სამწუხარო ეს თავისთავად კარგია, რომ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო არენაზე სომხეთის პრეზიდენტის პრემიერის მხრიდან ამაზე აქცენტი გაკეთდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც სომხეთი გლობირებს ჩვენ კარგი გაგებით, მაშინ როდესაც ჩვენ ვიყავით პირიქით ლოკომოტივი და სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ ასე ვთქვათ, მთავარი მჭრელის, ყინულმჭრელის ფუნქცია შეევასრულებდეთ და ვასრულებდეთ კიდეც. მეგობარ სომხებს გაუმართლა. სომხეთი ახლა სწორ გზაზეა, იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ეს საბოლოოდ გაფორმდება და გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი გაჭრიან გზას ნორმალურობისკენ და ჩადგებიან ამ კალაპოტში, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არა მხოლოდ სომხეთი, აქ გასაგებია აზერბაიჯანისთვის და აღარაფერს ვამბობ თურქეთისთვის. არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა სახელად საქართველოს არ დარჩეს რუსულ ორბიტაზე. დღეს ეს პრაქტიკულად ყველას ინტერესია. იმათ ინტერესშიც კი თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტა უფრო შორეულ სამეზობლოში, ვინც დღეს ბოდიში კუც უკიცინებს პუტინს. იმიტომ რომ ჯამში ყველა სხვაგან იყურება და ესენი სხვაგან არსად არ იყურებიან, იმიტომ რომ ამათი მართლობის ეს ბოროტი, შავრაზმული სტილი გამორიცხავს ყველაფერს სხვას. მხოლოდ ერთ ვექტორს აღიარებს, მხოლოდ ერთ ვექტორს უშვებს და შესაძლოა მესამე თქვენ კითხვა დასვით, კიდევ რა არის? ჩამოთვალე ერთი, მეორე და ვფიქრობ გადამწყვეტი მაინც ისაა, რომ წარმოუდგენელი რეპრესიული მეთოდების, კანონების, ქმედების, არაადამიანური ქმედების, გაუგონარი სიბნელის, აქედან გამომდინარე მოქმედების მიუხედავად ვერ გატეხა ივანიშვილმა პროტესტი. ვერ გატეხა. იქნებ ის პირველი ორი, რაც ახსენეთ, ივანიშვილის აზრით დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ აქ გატყდება პროტესტი და დაამარცხებს პროტესტს, შემდეგ ის ელოდება, რომ ვაშინგტონიდან სხვა ადგილებიდან შეიძლება სულ სხვა გზავნილები წამოვიდეს, თუ კი ის იტყვის, რომ მე გავიმარჯვე ქართულ ხალხს. ალბათ ეს არის მისი გათვლა. გათვლა კი არის, მაგრამ ისე უბრუნდები თავში ნათქვამს, რომ თუ კაცი წესიერი ვაჭარია, ის ასე არ გათვლის, მაგრამ როცა ქორვაჭარია, მაშინ ასე გათვლის და გამოითხრის კიდე თავის გამოსახულებას. ბოლოს ჩვენ საუბრის მიწურულს ბოლოს მინდა შეკითხვა დაგისვათ და თან ინფორმაციის სახითაც მაყურებელსაც უთხრა, რომ თქვენ გექნებათ გამოსვლა სტრასბურგში, ის იქნება 6 ნოემბერს. ძალიან არასასიამოვნო დასახელების სახელწოდების დემოკრატიის მსოფლიო ფორუმია და ხო არა ქვია media in exile, ანუ მედია დევნილობაში. ბატონო. მოკლედ რა გზავნილებით მიდიხართ? მედიის მიმტაცებელი კაცის ქვეყნიდან, როგორც ის შეიყვანეს უკვე აი ამ საპატიო სიაში რა. აიათოლასთან რა იქნება თქვენი თავარი აქცენტები? აიათოლა ლუკაშენკო, პუტინი და ივანიშვილი. სხვათა შორის 6 ნოემბერია და მერე 7 ნოემბერი დგება, ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, მაგრამ ალბათ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით. მაშინ 7 ნოემბერს რომ გავიდოდა ამდენი წელი და დაგვიდგებოდა ისეთი ნოემბერი, როცა ვიტყოდით, რომ ყველაფერი სანატრელი გახდა. ეს ერთი, მეორე
მე აუცილებლად ვიტყვი, რომ აი ახლა საუბრობ, ეს საღამო ხანს იქნება და ონლაინ რეჟიმში იჭერენ ადამიანებს. ონლაინ რეჟიმში ანადგურებენ თავისუფალ დარჩენილ კუნძულებს მედიის. ონლაინ რეჟიმში აბარებენ ევროპული მისწრაფებებით გაჯერებულ ქვეყანას რუსეთს. ისე უნდა გითხრათ გულწრფელად, რომ იმის თქმასაც ვაპირებ, რომ პასუხისმგებლობა ცოტა სხვაგვარად უნდა გაიზიაროს, მათ შორის ევროპის საბჭომ. ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მახსენდება ამბავი, როდესაც ევროპის საბჭოს ამჟამინდელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი მანდამაინც გამართულად, მანდამაინც ისე ევროპის საბჭო თავად რო არის დაფუძნებული იმ სამი მთავარი პრინციპის გათვალისწინებით და გააზრებით, რომ ვერ აფასებს ხოლმე სიტუაციას აქ საქართველოში. რა არის ეს? ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. ანუ სამი ამბავია, ქვეყანა არის წევრი სახელმწიფო და სამივე დაიმარხა. არა, დაიმარხა, სხვა კი არაფერი, კი არ იმარხება. მიწას კი არ აყრის, დააყარა უკვე მიწა. და ამ დროს სანქციებზე ვსაუბრობთ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება მე როგორც ერთ ქართველს არ უნდა მესმოდეს მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან. ყველა გამოფხიზლდეს და ყველამ გაიაზროს, რომ ისე რა არავის არ გაუტარდება. გამორიცხულია, რაღაც დიდი გადატვირთვაა საჭირო. მე მეჩვენება საერთოდ რომ ამ გადატვირთვისკენ მივდივართ. ის რომ პუტინი გუშინწინდელი დღეა, მაგრამ ფართხალებს და საუბედუროდ ჯერ კიდევ დიდი უბედურების მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის, გასაგებია, მაგრამ ამ უბედურების დამთავრებასთან ერთად პრინციპულად უნდა გადაიხედოს თემები საერთაშორისო ასპარეზზე.